გადავედით მეორე ნაწილზე, სადაც ლაშინი სოფს კითხვებს. ოდესმე ყოფილა რომ შენ თავთან ქონია კამათი, ისე რომ ორივე პოზიციიდან არგუმენტები მოგიყვანია. შენ რას ეთქოდი, ის რას ეთქოდა, შენ რას ეთქოდი, ის რას ეთქოდა. კი, რა თქმა უნდა. ვინ იმარჯვებს? მე. რა თქმა უნდა. საზოგადოებაში თავს უფრო თავდაჯერებულად წარმოაჩენ, ვიდრე ხარ? დიახ. ოდესმე ტესტი შეგიძლია ის არის პერსონალ ტესტები რო არა? რესტურენტობის დროს ალბათ. მოგიტყუებია მაგ ტესტის პასუხი იმისთვის რომ მაგ ტესტებს მივიჩნია რომ აი ზუსტად ეგრე ვიცი უკვე რომ უნდა დავწერა რომ მაგარი ქულა ავიღო. ადამიანებს განსჭი იმის გამო, რასაც შეიძლება შენ თვითონაც აკეთებდე? კი. ჩუმად. შენ თავში წინასწარ გაგივლია ის საუბარი, რომელიც იცი რომ მომავალში უნდა მოხდეს, ვიღაცასთან რომ მოგიწევს. უამრავჯერ. ადამიანებს არიდებ ხოლმე თავს მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურად შეიძლება მოგწონდეს. ადრე უფრო ვარიდებდი, ეხლა პირიქით შევალ კომუნიკაციაში. ოდესმე მოგიგონებია რომ ტელეფონზე გირეკავენ იმისთვის რომ რაღაც სოციალურ სიტუაციას გაცლოდი. არ მახსენდება მსგავსი. დასვენება რომელთან გირჩევნია ბევრ ხალხთან, თუ ცოტა ხალხთან. ბევრ მეგობართან ერთად დასწორებს. როცა ძალიან ცუდად ვცნობ თავს, ან გაგიჟებული ხარ, ან გაბრაზებული ხარ. გაგიცინია მაგ დროს. არ მახსენდება. ისეთ კომპლიმენტებს აუგნები ადამიანებს, რომელსაც არ გულუსხმობ. იოპ. სარკაზმი თუ თვითირონია. თვითირონია. კომუნიკაცია ონლაინ თუ გარეკვა? face to face. face to face. ას ფიქრობ ხოლმე, როცა დიდი აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ, პირველი რა მოგდის ხოლმე თავში? წარმოიდგინე რომ ყველა მაიმუნია. რამე ისეთი არის, რაც ადრე მოხდა შენ ცხოვრებაში, შეგწვა და დღემდე გწვენია რომ აი ის იქ როგორ შემწვა. იქნება როგორ არა. როცა ვინმესთან სალაპარაკო გაქვს, რომელსაც რჩევ დარეკვა თუ მიწერა. მიწერა. ეგზისტენციალური კრიზისის დროს, ფსიქოლოგთან ვიზიტი თუ მეგობრებთან ერთად დალევა. იცი რა, ადრე ფიქრობდი რომ ფსიქოლოგთან ვიზიტი ვერ დამეხმარებოდა, მაგრამ ეხლა ფიქრობ რომ კაი იქნებოდა. რა გირჩევნია გესმოდეს სხვები რას ფიქრობენ შენზე, თუ ფიქრები შეუცვალო ადამიანებს? ფიქრები შეუცვალო ადამიანებს. რატო? სარგებელი ქვეყანას რომ მოვიტანო. ლუი ანდერსონი იქნებოდი თუ ენდი ანდერსონი? მამა უფრო მხიბლავს. მთელი დარჩენილი ცხოვრება რა ერთი საჭმელის ერთი საკვების მიღება შეგეძლოს. რა შეჭამდე? რა საერთოდ? პირველი ვულგარული გადაწარმოებინია რო იცი. შენ ცხოვრება რო კინო იყოს, სათაური რა იქნებოდა? საკუთარი თავის ძიებაში. რომელი მირჩევნია ტკბილეული თუ მარილიანის ნეკები? მარილიანის ნეკები. რომელი სასმელი მირჩევნია? რო ვისკი ან რაღაცა ესე. რა საჭმელს არ შევჭამდი არასდროს? აჯოქ სანდალს. ბაყაყს. რომელია ჩემთვის საყვარელი ფილმი? რაღაცა ბუნუელის ფილმები იცი? არა. ჰიჩკოკი, რაღაცა ღრმა ფილმები. კლასიკური. არა. დოგვილი. რა სიმღერა იქნებოდა ის, რომელსაც შენი გასვენებისთვის აირჩევდი? Under pressure. ჩემი გითხრა. AC/DC-ის Highway to Hell. რა არის ჩემი საოცნებო სამსახური? საოცნებო არ ვიცი, მაგრამ მე ხედავ რომ ეს ლექციებს ან ტრენინგებს კითხულობ. ფერმაში მუშაობ. მოჩვენებების თუ მჯერა ან ცხელ პლანეტელები. მოჩვენებების არ ამგონია. პლანეტელები შეიძლება არსებობს, ანუ რაღაცა დაიჭერო რაღაც პროცენტობით. მე ეგრე დაშვების დონეზე მჯერა ალბათ ცხელ პლანეტელების დაშვების დონეზე. და მოჩვენებებისაც მჯერა. არჩევანი რო გქონდეს, რომელსაც არჩევდი, შიზოფრენიას თუ დეპრესიას? შეჯახებაში სიკვდილი თუ ის რა ქვია. კლინარ რო გადავარდა სიკვდილი რო რაღაც ეგეთი კითხვა იყო. მე ვფიქრობ რომ დეპრესიიდან გამოსავალი არსებობს, შიზოფრენიიდან გამოსავალი